გახმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 7 ნოემბრის საქმეზე ნოღაიდელმა დღეს ჩვენება მისცა. მას შეკითხვები სააკაშვილმაც დაუსვა. ვიდეო და აუდიო ჩანაწერები სოციალურ ქსელში ვრცელდება. Ai Luca Lorenzi commissario sul processo poi potete pensare che è questo ufficiale. Allora, non so che Luca Lorenzi poi sono lì prego, finisce un po' c'è il premio ministro io Ferdes ufficiale buono. Es a ne fare suare mas da e questo cosa da io giro faccio Luca voi cavali di bagaggi sulle commissario. Ferdes anche in primo la prego. ხოდა მესვარი არის უარეს ნიშნავს რომ ადარგაჩი დაკავშირებული ფუნქცია ადარგაჩი რუსეთთან დაკავშირებული თავი რესპუბლიკა პარლამენტი შეიძლება თვალე იმედი რუსული ალბათ ადარგაჩი ასაკები რუსული ფული შეიძლება ტელევიზია იმედი ვასი ვისინათირაები იყო დინა სადაც ზურაბ ჟვაგერად ვასი მალტებს ეს იცის ყველა რასიც რა თავდაპირველად პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა 2008 წლის შემდგომ ნოღაიდელის პუტინთან ვიზიტზე დასმული კითხვის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის გაშველება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუწიათ. კამათის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პროცესი დატოვა. პუტინს ეკაშავე მლატავე მოუწოდებს საქართველოს სასამართლოდან გამოსულმა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს ლაჩარი უწოდა. ზურაბ ნოღაიდელმა ასევე თქვა, რომ აგვისტოს ომის შემდგომ პუტინთან მისი ვიზიტები ქვეყნის ღალატი არ არის. რაზე ელაპარაკებოდით პუტინს? საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ღალატად შეაფასა სააკაშვილმა თქვენი ეს ქმედება. არ მათქვევინოთ სააკაშვილზე რა. სააკაშვილზე არ მათქვევინოთ, რასაც ვფიქრობ. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშნებს მე ვერ მომცემს. ვერ რადავერთ მოღალატეს ვერ დამიძახეს. ხო, რატომ იყობა? თუ თავდასხმა იყო, არ უნდა დაეცვა დაცვის სამსახურს მიხეილ სააკაშვილი. ეს ხომ რუსული პროპაგანდა. ეს ხომ რუსული პროპაგანდა. ნოღაიდელის დაკითხვამდე მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე გახმაურებული საქმეების შესახებ ისაუბრა. მან ქართულ ოცნებას მკვლელების კორპორაცია უწოდა. სააკაშვილის თქმით 2012 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილის დასახმარებლად რუსეთიდან საქართველოში 5 კაციანი სპეციალური ჯგუფი იყო ჩამოსული. მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით ამ ჯგუფმა უცნებას არჩევნებში წარმატების მისაღწევად ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება ან რომელიმე აქტივისტის მოკლა ურჩია. სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავდასხმის ინსცენირებაზე უარი თქვა, რასაც შემდგომში 10 თვის ჩვილის ბარბარე რაფალიანცის რიტუალური მსხვერპლშეწირვა მოჰყვა. ჩვენ საქართველოს მკვლელების კორპორაციას
მათი პირველი რიტუალური მსხვერპლი იყო 8 თვის ბარბარე რაფალიანის. მაშინ ეს უკრაინაში შევიდა მოგვიანებით. რუსეთის ჩამოსულმა 5 კაცის სპეცგრუპი იყო ჩამოსული ეფესბესი, არჩევნების დასაყარებლად ივანიშვილისთვის. მათ შორის ისინი ფიქსირდებოდნენ კახეთში და კერძოდ სიგნალში დაფიქსირებული კომუნიკაციაში, ეს ჩვენც ვიცოდით. და ამ ჯგუფმა შესთავაზა ორი ვარიანტი ივანიშვილის ჭარბს. ან ივანიშვილზე თავდასხმის ისცენირება, ან რომელიმე აქტივისტის მოკვლა. რა თქმა უნდა, თავდასხმის ისცენირებას იქნა უარი დათქვამი და შემდეგ ამას მოყვა ბარბარე რაფალიანის რიტუალური კონცეფცია. რუსული სპეცოპერაციის ნაწილი იყო ის, რაც მოხდა ბარბარეების გარშემო. და ესენი მოვიდნენ ბარბარე რაფალიანის 8 თვის ჩვილის სისხლით ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს რუსთავიორის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის საქმესაც და ამბობს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. მესამე პრეზიდენტის თქმით, მკვლელობის მიზანი იმ დროს ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის ხელში ჩაგდება იყო. სააკაშვილმა დღეს 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილზეც ისაუბრა. შემდეგი შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა. ივანიშვილს ძახსაშიშოს უნდა რუსთავიორის ხელში ჩაგდება ეროს კიწმარიშვილი, რომელიც ყოფილი მფლობელი და დაფუძნებელი მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იქაც ჩამოვიდა კილერების ჯგუფი რუსეთიდან, როგორც ვიცით, კამერა გაატრიალეს, ეროსი მოკლეს და ეროსის ძმა, რომელიც ხმამაღლა იძახოდა სიმართლეს, რომ ეროსი მოკლეს, ან მოსყიდვითან დაშინებით ანონიმურად ერთად გააჩნდეს და მეტი ჭირისუფალი არც არ გადაჭრა. მაგრამ ეს იყო ერთმნიშვნელოვანი მკვლელობა შეკვეთა. და მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პირადად ივანიშვილს. შემდეგ მკვლელობა იყო თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ბოტების ინფორმაცია გამოიტანა ქართველებს, ეს მაშინ ძალიან ცხელი თემა იყო, როგორ ტარდებოდა სპეცოპერაცია და ვითომ თავი მოიკლა მოხდა მისი მკვლელობის იმიტაცია. მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მან რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული სახიფათო გეგმები რამდენჯერმე ჩაუშალა. მესამე პრეზიდენტმა დღეს ის 3 ქართველი პოლიტიკოსიც დაასახელა, რომლებიც მისივე თქმით რუსებს 2005 წელს ხელისუფლების ასაღებად ყავდათ გამზადებული. 5 ჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება. პირველად რუსეთს დროზე ადრე 2005 წელს ვადის გასვლა შევარდნეს. ჩამოაცილეთ ის ხელისუფლებას, უკვე გამზადებული ყავდათ რუსებს. ცალკე ვასაძე, ცალკე ივანიშვილი, ცალკე პატარკაშვილი საქართველოში 2005 წელს ხელისუფლების ასაღებად. ისინი უკვე ჩამოსულები იყვნენ, ბერძნավորები იყვნენ, ყველგან მონაწილეობდნენ პროცესებში. მეორედ ასწავლაბაშიძე ჩამოაშორეთ ხელისუფლებას. იმიტომ ასწავლე რო დარჩენილიყო საქართველოს როგორც სახელმწიფო ვერ შედგებოდა, ეს ორჯერული. აი წარმოიდგინეთ, ეს ვაჭარა და ბათუმი არ ქონდეს ტელეკაბლის ინფრასტრუქტურა. მესამე, სწორედ 2007 წელს პატარკაშვილის რუსეთის დავალებით მოწყობილ გადატრიალების სწორედ თავიანაცილებით, მათ შორის ჩემი გადადგომით, რომ გადავარჩინეთ საქართველოს ჩავშალეთ რუსეთის გეგმა 2008-ში და ეს ძალიან ბევრს არისმის დღემდე. ელექტრონულად მე გადავარჩინე საქართველოს. ჩემი კავშირები, ჩემი პირადი მეგობრები ჯორჯ ბუშთან, ჩემი საერთაშორისო ავტორიტეტი, ჩემი ურთიერთობები საერთაშორისო პრესასთან, დაგმონდა ჩვენ ჯარდაისთან და ჩვენ მოქალაქეებთან ერთად, მაგრამ არ ყოფდა არ იქნებოდი მე და საქართველოს დამოუკიდებლობას დაესწრებოდა ერთი დიდი წერტილი 2008 წელს. სამწუხაროდ ყველაფერს თავის რესურსია 2012-ში ველაშორდელი სამეფოს გადარჩენა. მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მუხლი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბეშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.